მე ვარ მათეშოვაძე 9 წლის. სწავლობ ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი და ჭადრაკი. რა თქმა უნდა, უფრო მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ West Georgia-ში. ჩემი უცნელია გიორგი ფაღავა. ის არის ხიარული, თბილი და თავისი საქმის პროფესიონალი. მე ვთამაშობ მარცხენა მცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი შეტევაზე და ჩემი სურვილით ჩამოვედი დაცვაში. ბევრ გოლს ვუშვებდი და დაცვას სჭირდებოდა დახმარება. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა პასების განაწილება. უკვე მქონდა 5 შეჯიბრება, ყველაზე კარგად დამომახშობდა დინამო ბათუმთან თამაში. მაგ თამაში მარცხენა ფეხით გავიტანე ცხრიანი გოლი. წესით უნდა მოგვეღო, მაგრამ დაგვიქამბექეს. მე დავიხარჯე ბოლომდე და ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაგ მარცხენა ფეხით დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლიონელ მესი და ჩემი საყვარელი გუნდია ბარსელონა. მე გადაწყვეტილ ვარ ვითამაშო დიდი ფეხბურთი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთ წარმომიდგენია. ჯერ თამაში დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ პარის სენ-ჟერმენში და შემდეგ არ ვადგონია ლივერპული. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დამთავრების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი რკინის კაცი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გაბრიელ ჩომახიძე. ყველაზე ჭკვიანია დემეტრე რამიშვილი. ყველაზე მშვიდია ნუცა შეკვაძე. მე ვარ ყველაზე ცელქი და სიმპათიური. ამ ეტაპზე იმიტომ არ ყავს შეყვარებული, რომ ფეხბურთის კარიერაში შემიშლის ხერხს. ცოლს რომ მოვიყვანო, იქნები 25 წლის. შვილებს დავარქვევ მარიამს და დაჩის. ჩემს ცოლს დავარქმევ ნათიას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ნანა სიხარულიძე. იმიტომ რომ ხიარულია, თბილია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ფეხბურთის კარიერა მქონდეს დაწყებული. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 10 ნომრით. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი 2 ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი პატარა დაიკო. ჩემი ძმა არის 14 წლის და ქვია დემეტრი. ის არის ნიჭიერი, მხიარული და ზარმაცი. ჩემი აზრით დემეტრე რო გაიზრდება, გამოვაპოვეთ. უმცროსი ძმა არის 8 თვის და ქვია დაჩი. დაჩი არის მტირალა, მხიარული და ცელქი. ის ალბათ გამოვა მეზღვაური. მამიკო არის სიმპათიური და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული მექსიკური კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხინკალს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბათუმს გავალამაზებდი. გახდებოდა ყველაზე ლამაზი ქალაქი მთელ სოფლიოში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ უფროს ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ლეკვი. მე ასევე მიყვარს ჭადრაკი. წელიწად ნახევარია დავდივარ ჭადრაკის წრეზე. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზიერი. ჩემთვის კომფორტულია თეთრებით თამაში. იმიტომ რომ აქ მეტი დრო და მეტი სვლა. უკვე მქონდა 4 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამოვახშო და ერთი რუსი რო დამნებდა. ჩემი მიზანია გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, ჭადრაკის თამაში, ოჯახში დაბრუნება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.